UFC დამიკავშირდა და მითხრა რომ გთხოვ დაისვენე რამდენი ხანით შენ გინდა შემდეგ ბრძოლობ კამარზე იანთან რევანში დაისვენე რამდენი დროც გინდა აიღე და როცა მზად იქნები დაგვირეკე მათ უნდათ ბრძოლა გამართონ ზაფხულში მაგრამ მე არ მინდა ზაფხულამდე მოცდა მე აი კიდე გემები გარდა ნაკაწრებისა ამ ბრძოლიდან ნიშნულოვანი ტრავმა არ მიმიღია რა და მოკლედ მე ადრე მაწყო ბრძოლის დანიშნა და ალბათ რა ვიცი გაზაფხულზე მანა აპრილში რა მოკლედ კარგი იქნება თუ დამეშტო არა და შეიძლება ბრძოლა დანიშნოს ზაფხულში მოკლედ რა შეიძლება ითქვას ამ ინტერვიუდან რაც ყველაზე სასიხარულოა მერაბ დვალიშვილს ისეთ დონეზე აქვს აწეული თავისი ავტორიტეტი UFC-სთან, Dana White-თან, MMA სამყაროში ზოგადად რომ არც კი დაუშვეს იმის თქმა რომ იქნებ კამრამდე ხო არ გეჩხუბა კიდე ერთი ჩხუბი და მერე აგეღო რევანში. პირდაპირ უთხრეს რომ არ ენერგიულო არაფერზე პირდაპირ მოგცემთ რევანშის ბრძოლას და ეს არის ყველაზე მაგარი ამბავი აბსოლუტურად შეუძლია მერაბმა მიიღოს კუთვნილი დასვენება, ცოტა ხანი მართლაც მოითქვა სული, მომჯობინდეს, აღედგინოს ძალები და დაბრუნდეს ბევრად უფრო ძლიერი. და მეორე რაც შეიძლება ითქვას, მერაბ დვალიშვილი არ იცვლება. არც უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა, მისი ეს ხასიათია ის, რაც მისი მამოძრავებელი ძალა, ეს მუდმივი იმის ჟინი და იმის мотиваცია, რომ სულ ბრძოლაში იყოს, სულ წყურვილი კონდეს ამის, რომ რაღაც გამარჯვებებისკენ ისწრაფოდეს. უბრალოდ, არ ვიცი, მერაბ გეუბნებიან, რომ დაისვენე და წამოწექი ცოტა ხანი ძმაო რა. არ გინდა რა, ნუ შეაკლავ თავს, არავინ არ აჩქარებს. პირიქით ეუბნებიან, რომ მაქსიმალურად გაწელე შენი დასვენების პერიოდი, მაქსიმალურად აღდგინე ძალები. არ გინდა ძმაო, გთხოვთ, გეხვეწებით მთელი საქართველო, რომ დაისვენე, გეკუთვნის. შენი კუთვნილი დამსახურებული დასვენებაა და ყველანაირად რო ძალებს აღიდგენ, მერე დაბრუნდი. მესმის რომ ნაკაწრებია შენთვის, მესმის რომ არაფერი არ დაგშავებე და არანაირი ტრავმა არ გაქვს და ძალიან მაგარია ეგ ამბავის, მაგრამ მაინც დაისვენე ძმაო, გთხოვთ.